როგორც ჩანს, აი ამ პირველმა პოეზიის საღამომ ძალიან დიდი სტიმული მისცა მთელ ხალხს. როგორც სოფლებში, ასე ქალაქად ცხოვრებთ და მოდის აუარებელი მასალა. ამას წინათ ლექციაზე მომადგა ერთი ახალგაზრდა სიმპათიური გარეგნობის კაცი. მითხრა, ბატონო ვახუშტი, მე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ვარ, წარმოშობით მანგლელი. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ პავლოვის ქუჩაზე. ბევრი ლექსი ვიცი ზეპირად და იქნებ რამეში გამოგადგეთ. მე ვთხარი, აბა რა იცი, მითხარი მეთქი, გარშემო სტუდენტები შემოგვეხვიდნენ, ყველა დაინტერესდა და პირველივე ლექსი ასეთი მითხრა. როგორც მე დავადგინე, ეს ყოფილა ბატარკაც ბექაურის ლექსი. სოფელ გარგალში ცხოვრობდა, ამჟამად კასპიის რაიონშია, მაგრამ დაცარიელებულია ეს სოფელი. ტიალო წუთი სოფელო შაგჭამე ხინკალივითა შამა მეტარა სიბერე მამღუნა კირკალივითა ცალთოლში ეშმაკი მამხვდა დამშუშხა ჭინჭარივითა ცალას თოლას გავაბჟუტე მიდინდუ ცისკარივითა მე გავოცდი და რომ შემატყო რომ მომეწონა ბევრი ლექსი მითხრა ყივჩაღის შემომეყარა ყივჩაღის ახალი ვარიანტი სხვანი და სხვანი და რომ დაინახა რომ დავინტერესდი მითხრა ბატონო ვახუშტი მე თქვენ კიდე გნახავთო და წავიდა უეცრად ორიოდე კვირის შემდეგ ისევ გამომეცხადა ორი დიდი საერთო რვეულით და მომიტანა ნაწერები თურმე ასულა მანგლისში მოუვლია ახლომახლო სოფლები ჩაუწერია შესანიშნავი ლექსები და ჩამომიტანა აი ერთ-ერთი ახალი დროის ამსახველი ლექსი ხრამჰესი რო ააშენეს და შუხი რო შევიდა სოფელში აი ეს ლექსი გამოუთქვამს თომა ციკლაურს სოფელში შუქი მოვიდა ხრამჰესით გამოსროლილი ნასწავლი ხალხის ნაშრომი გმირების გამოგონილი ყველამ ვისროლეთ ქუჩებში ლამპები გამობოლილი რა კარგი საცხერი არის უბანზე შემოყოლილი გარცხერი ჩემი სახლიდან თეძოზე წამოწოლილი ეს ჩვენი ხალხური მთქმელები ძალიან აქტიურად ეხმაურებიან ხოლმე დღევანდელობის სხვადასხვა ამბებს აი მაგალითად ლიტერატურაში ჩვენს ლიტერატურაში ატყდა დიდი დავა კამათი დისკუსია თეთრი ლექსისა და ვერლიბრის თაობაზე სოფელ სნოში ეს ხევში გახლავთ ყაზბეგის რაიონში გრიგოლ ხართიშვილმა გამოაცხო ასეთი ლექსი ლექს რითმა ისრე უხდება ვით გობანს მიტკლის მითელი ლამისა თეთრი ლექსებით სისხლი გათეთრდეს წითელი ვეფხის ტყაოსანს გვერძებდებთ წიგნი მომრავლდა იმდენი ზოგნი იქითკენ მიდიან მე აქეთ მხარეს ვიტევი დუშმნის ქალებსამც გაჰყვება თეთრი ლექსების მზითევი